მოგესალმებით, პატივცემულო სტუმრებო, როგორც ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, დღეს გარკვეული მიზეზების გამო ის, რაც ჩვენს ძვირფას ლიდერს ქალბატონ ნანა ლომიძეს უნდა ქონოდა დღეს თქვენთან შეხვედრა, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, თუმცა აუცილებლად იქნება ეს შეხვედრა, აუცილებლად ღმერთის წყალობით. უნდა ყოფილიყო თარგმანი კომპანიის ჩვენი გენერალური დირექტორის დამაარსებლების Zoom ჩართვა, ძალიან საინტერესო Zoom ჩართვა გველოდება. ასე რომ კვლავაც დაველოდოთ მოთმინებით, აუცილებლად გვექნება ჩვენ ეს ბედნიერება, რომ მოვისმინოთ ქართულ ენაზე ქალბატონ ნანა ლომიძის მეშვეობით. დღეს კი წარგიდგებით მე ჩვეული პრეზენტაციით, ჩვენ ალბათ იცით, რომ მქონდა რეორგანიზაცია ჩვენს ქართულ ჩატში და სწორედ აი ამ შესვენების შემდგომ უკვე, აი ამ რეორგანიზაციის შემდგომ უკვე გიერთდებით ძვირფასო სტუმრებო, პატივცემულო პარტნიორებო და დღეს გაგაცნობთ ამ ლეგენდარული მართლაც 21 საუკუნის საოცრებას. ეს გახლავთ კომპანია ლივგუდი. ლივგუდი, რომელიც არის განუმეორებელი, არის და იქნება ყოველთვის. და მას ვერც ერთი ვერანაირი კომპანია ვერ შეედრება. იმიტომ რომ საქმეებით ის ცხადყოფს 2 წლის არის ჩვენი კომპანია და გაუცდებით, რომ 2 მილიონზე მეტი რეგისტრირებული პარტნიორი ყავს და კვირაში 12,000 პარტნიორი რეგისტრირდება, 12,000 ადამიანი კვირაში. წარგიდგენთ ჩემს თავს, მოკლედ, ვინც არ მიცნობთ, მე ვარ ციცი ბეჟუაშვილი, პროფესიით პედაგოგი გახლავართ, მაგრამ მოღვაწეობ უკვე წლებია საკმაოდ ქსელურ კომპანიებში. თუმცა დღეს ვარ უბედნიერესი, ვინაიდან ქსელურ კომპანიებს დავაღწიე თავი და ვიმყოფები აი ამ ზღაპრულ რეალურ კომპანიაში. ყოველ ჩემს პრეზენტაციაზე არ მომწყინდება ამის თქმა, რომ ნამდვილად ვარ ზღაპრულ კომპანიაში, ოღონდ ეს გახლავთ სრული რეალობა. და თუ რატომ არის რეალობა? თქვენ მოისმენთ ამ კომპანიის შესახებ მარკეტინგს, თუ როგორი მარკეტინგული სქემა აქვს შედგენილი ამ კომპანიის დამაარსებლებს და თავად დარწმუნდებით ძვირფასო სტუმრებო. რომ არ იყოს ასეთი, მაშინ 2 წელია, რაც როგორც გითხარით, არსებობს კომპანია ლივგუდი და 2 მილიონზე მეტი პარტნიორი ყავს და 220 ქვეყანაში ოპერირებს. რა თქმა უნდა, როგორც მოგახსენეთ, კომპანია მდებარეობს ფლორიდის შტატში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ ფეიკი კომპანია საერთოდ არც კი მოიაზრება და იქ სისხლის სამართლის საქმით ისჯებიან, თუ კი ვინმე მსგავს რამეს გაბედავს. ეს იმიტომ გითხარით, რომ თქვენ დარწმუნებულები იყოთ, სად მოგიწვიეს თქვენმა ძვირფასმა მომწვევებმა და თქვენ მთელი ცხოვრება იქნებით მათი მადლიერი, ისევე როგორც მე ვარ ჩემი მომწვევების მადლიერი. რადგან აქ არის ფინანსური კეთილდღეობა, აქ არის ჯანმრთელობა. ანუ 2 ურთიერთშერწყმული რამ არის. რაც დღეს ადამიანებს გვჭირდება. გვჭირდება ფინანსები და გვჭირდება ჯანმრთელობა. მილიონი დოლარიც რომ მქონდეს, თუ ჯანმრთელობა არ მაქვს, იმ მილიონს საერთოდ არაფრის ფასი არ აქვს, დამეთანხმებით, ხომ? აი აქ სწორედ აი ამ კომპანიაში სწორედ ეს 2 ურთიერთშერწყმული არის და ყოველთვის მადლობას ვეუბნები ღმერთს, რომ ასეთი კრეატიული ადამიანები არიან, ეს ბატონი ბენგლისკი, ჩვენი კომპანიის გენერალური დირექტორი და ბატონი ნაუდერ ხაზანი, რომლებმაც ეს კომპანია შექმნეს და დაარსეს. თავად ისინი გახლავთ 25-30 წლიანი მექსელეები, ანუ გამოცდილი მექსელეები, მილიონრები, მაგრამ მათ გაყიდეთ თავიანთი კომპანია
და დაარსეს, ჩამოყალიბეს აი ასეთი უნიკალური კომპანია, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ანუ კომპანია არის თვითოულ ადამიანზე გათვლილი, საშუალო ფენისთვის ძირითადად. და ყოველთვის მიგვირს, რომ როდესაც ადამიანს აქვს მილიონები, მას არ აინტერესებს საერთოდ ნათესავებიც კი, არამც თუ უცხო ადამიანები და საერთოდ საშუალო ფენა. მაგრამ ამ კომპანიას სწორედაც რომ შეუძლია გააბედნიეროს ნებისმიერი ადამიანი და თუ გაქვთ თქვენ ამბიცია რომ გახდეთ მილიონერი, იქნებით მილიონერი. თუ გაქვთ ამბიცია რომ გქონდეთ თვეში $2000 ხელფასი, გექნებათ 4000, 8000, 16000. ჩვენთან $2000-დან $16000 არის ხელფასი და $16000, რა თქმა უნდა, არ არის მილიონი, მაგრამ რატომ არიან მილიონები ძალიან ბევრი ჩვენთან, ამაზე მოგახსენებთ ჩემი პრეზენტაციის მსვლელობის დროს. ახლა შევეხოთ მარკეტინგს, რაც თქვენ ძალიან გაინტერესებთ. ანუ, როდესაც რეგისტრირდებით, ცხოვრებაში ერთხელ თქვენ ყიდულობთ მზა ბიზნესს $40. $40 უნდა გქონდეთ თქვენ კარტაზე, რა თქმა უნდა, ორ ბანკთან თანამშრომლობს ჩვენი კომპანია, ეს გახლავთ ვიზა და მასტერკარტი. ეს ორი სანდო კომპანია აქვს არჩეული ჩვენს კომპანიას. ორი ბანკი, უკაცრავად. თქვენ, როდესაც დარეგისტრირდებით, თქვენი მომწვევი გიგზავნით თავის რეფერალურ ლინკს და თქვენ რეგისტრირდებით. $40 ფაქტიურად მე ყოველთვის ვამბობ, რომ $40 კი არა, $1 კი არა, 1 ცენტაცაც არ მიყიდია მე ეს უნიკალური მზა ბიზნესი. და თუ რატომ, ახლა მოგახსენებთ ამას. როგორც კი თქვენ ორ ადამიანს მოიყვანთ კომპანიაში, ანუ დასაწყისისთვის $40 ყიდულობთ თქვენ მზა ბიზნესს, $9.95 გახლავთ კლუბის საწევროს გადასახადი, დამეთანხმებით, რომ ახლა ვინც დაუშვათ ხართ დარეგისტრირებული Amazon-ზე, ყოველთვიურად იხდით გადასახადს, ხო? ევროპაში 15 ევროს იხდიან თვეში. შესაძლოა საერთოდ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გამოიწეროს ადამიანმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ყოველთვის იხდიან ამას. Amazon-ისგან განსხვავებით, ცოტა გადახვევას გავაკეთებ, Amazon-ისგან განსხვავებით, აქ ყველაფერი არის პრემიუმ ხარისხის. ფაქტიურად, ჩვენი კომპანია არის მეორე Amazon-ი, ოღონდ ბევრად განსხვავებული, იმიტომ რომ Amazon-ი თავის მომხმარებლებს 1 ცენტსაც კი არ ურიცხავს. კომპანია Livgood კი 80% უწილადებს პარტნიორებს. მე მგონი ხედავთ ხო განსხვავებას. სადა დედამიწასავით. ასევე, როდესაც დავდივართ ფიტნეს კლუბში, თუ ყველაფრის გადასახადს ვიხდით, ტელეფონში ვრიცხავთ ინტერნეტის ფულს, ტელევიზია სახლში, დენი, ყველაფრის გადასახადს, ყოველთვიური გადასახადი ახლავს. ასევე ახლავს ჩვენს უნიკალურ კომპანიას თვეში ეს $10 და სწორედ აი ამ $10 წყალობით ჩვენ გავდივართ, როგორც გითხარით, აი ამ გლობალურ ხელფასებზე. $2000-დან $16,000 ხელფასზე. ვინაიდან თითოეული თქვენი მოწვეულიდან 2.5% თქვენ გერიცხებათ. ანუ გამოდის, რომ ჩვენ ეს მზა ბიზნესი, საშვილიშვილო ბიზნესი 1 ცენტათაც არ გვიყიდია. ვინაიდან თქვენ დარეგისტრირდით, უნდა გქონდეთ ბარათზე დაახლოებით ალბათ $140, თვითონ აკეთებს კონვერტაციას ბანკი, როდესაც თქვენ უნდა გქონდეთ ბარათზე ეს თანხა, $50 ექვივალენტს აკეთებს თვითონ კონვერტაციას და როგორც კი თქვენ, აი მოიყვანეთ, ხომ დარეგისტრირდით ამ კვირაში. შემდეგ კვირაში თქვენ დაარეგისტრირდეთ 2 ადამიანი. თქვენი $50 დაგიბრუნათ კომპანიამ უკან. ყოველ ხუთშაბათს ჩვენ გვაქვს ყოველკვირეული ხელფასები
და თვის ბოლოს ხუთშაბათ დღეს გვაქვს ყოველთვიური ხელფასი, რა თქმა უნდა. და ყოველთვიური ხელფასი თქვენ არ გიგონოთ, რომ ეს არის რაღაც სტანდარტული და მოჭრილი, ისევე როგორც სახელმწიფო სამსახურებში არის. არა ძვირფასებო, აქ ჩვენთან ხელფასი არის მზარდი. მზარდი იქნება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იმუშავებთ, მოიყვანთ ადამიანებს და ჩვენს მუშაობაში რა მოიაზრება. არანაირი ყიდვა-გაყიდვა, ქულები, მსგავსი რამ აქ არ არსებობს. მე მოგახსენეთ, რომ ეს გახლავთ კლუბური სისტემა და არ არის ქსელური. ქსელურის პატარა ელემენტი არის, ეს არის მოწვევა, ანუ ადამიანების მოყვანა კომპანიაში. თუმცა ჩვენ არ ვიცით როდის, მაგრამ ისეთი ელვის სისწრაფით მიდის კომპანიაში ცვლილებები, რა თქმა უნდა, უკეთესობისაკენ, რომ აუცილებლად ადრე თუ გვიან, როდის არ ვიცით, მაგრამ შეწყდება მოწვევები, იმიტომ რომ ეს არ გახლავთ ქსელური და როდესაც შეწყდება მოწვევები, რა თქმა უნდა, თქვენ ვეღარ შეძლებთ, რომ იმ 7 სახის ბონუსით ისარგებლოთ და თქვენ გახდეთ აფილირებული პარტნიორი, ანუ კომპანიის შვილობილი ვერ გახდებით, თქვენ მხოლოდ დარეგისტრდებით $10 შეძლებთ, მხოლოდ და მხოლოდ გექნებათ ფასდაკლებები, ანუ კლუბის წევრებს ჩვენ გვაქვს 75-80%-იანი ფასდაკლება პროდუქტებზე. პროდუქტებს რაც შეეხება, რადგან შევეხე გეტყვით, რომ ჯერჯერობით 2 მონოხაზი აქვს კომპანიას, ეს გახლავთ საოცარი კოსმეტიკური ხაზი, რომელსაც ანალოგი ნამდვილად არ აქვს და საოცარი და სასწაულმომქმედი შეუდარებელი ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, რასაც ჩვენ ბადებს ვეძახით და ნამდვილად პარტნიორები ჩვენ ვართ გაოცებულები, შოქში ვართ ისეთ შედეგებს ვისმენთ. თვეში ერთხელ ქალბატონ ნანა ლომიძეს აქვს ასეთი ტრადიცია, რომ თვეში ერთხელ ჩვენთან ტარდება 4-შაბათობით შედეგებზე საუბარი. შედეგებს ვისმენთ და ვამბობ ხოლმე, რომ ნეტავ ახლა რაღა შედეგმა უნდა გამაოცოს, მაგრამ მაოცებენ ისეთ შედეგებზე საუბრობენ აქ ადამიანები. ისეთი დაავადებებისგან იხსნა ამ პროდუქტმა ადამიანები, რომ ნამდვილად გაოცებულები ვართ და უზომოდ ბედნიერი, რომ რაღაცა მცირე წვლილი შემიძლია შევიტანო ადამიანთა გაბედნიერებაში, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე ჯანმრთელობის კუთხით. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა სიკეთის კეთება, უზომოდ მიყვარდა გაცემა და ბიბლიაშიც სწორედ ასეთი სიტყვებია, გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება. და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ კომპანიის წყალობით შევძელი დამესაქმებინა ადამიანები და კვლავაც ვაგრძელებ ამ საქმიანობას. ფაქტიურად, ჩვენს მუშაობაში მოიაზრება კეთილი საქმის კეთება. სიკეთის კეთება კი მე მგონი ეს არ არის დამღლელი, ხო? აქ ჩვენ თითოეული პარტნიორი სიხარულით თანამშრომლობთ ადამიანებთან, სიხარულით გავცემთ ამ ინფორმაციას და არ ვიღლებით. ყველა ვამბობთ ერთი და იგივეს. არ ვიღლებით. კომპანიაზე საუბრით ნამდვილად არ ვიღლებით. იმიტომ რომ როგორც გითხარით, მაბედნიერებს სიკეთის კეთება. ანუ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ რეკომენდაციას უწევთ კომპანიას, რეკლამას არ უკეთებთ. ძვირფასო სტუმრებო, რეკლამა არის გადაჭარბებული, ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას კომპანიას, რომ აი ასეთი კომპანია არის. მაგალითისთვის ახლა მოვიყვანოთ, დავუშვათ მე ახლა მაღაზია Zara, რომელიც ძალიან მიყვარს, შევიძინე პიჯაკი. დავუშვათ. და ძალიან ძვირიანი პიჯაკი ვნახე, რომ არის ფასდაკლებით, აქციით არის რაღაც გარკვეული პერიოდი. რას ვაკეთებ? ვურეკავ ჩემს მეგობრებს, ჩემს ახლობლებს, ხო და ვაგებინებ, რომ თქვენ შეიძინეთ ეს პიჯაკი. რაღაც 1 კვირა აქვს აქცია და შეიძინეთ, ისარგებლეთ ამ აქციით. იგივეს ვაკეთებთ ამ კომპანიაში, ძვირფასო სტუმრებო. ჩვენ ადამიანებს ვასაქმებთ და თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ვერაუდივარ, როდესაც მე პოსტს ვდებ დასაქმების ვაკანსიასთან დაკავშირებით, ვერაუდივარ. ერთხელ დავინტერესდი და
დავითვალე ეს ადამიანები 70-ზე მეტ ადამიანს მიწერე შეტყობინება და გასაუბრება დაუგეგმე. თუმცა ძალიან რთულია ამდენ ადამიანს გავესაუბრო და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ გვაქვს აი ასეთი Telegram ჩატი, სადაც შეგიძლიათ თქვენ, როდესაც ახლები ხართ, ჯერ მოიწვიოთ თქვენი მოწვეული სტუმრები, დაპატიჟოთ და ჩვენ პრეზენტატორები კვირაში 3-ჯერ სიხარულით გავაცნობთ ამ კომპანიის მარკეტინგს. და ფაქტიურად აქ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. ერთ მუშტად, ერთ გუნდად შეკრული დიდი მოსიყვარულე ოჯახი ვართ და ამას სათავეში უდგას ქალბატონი ნანა ლომიძემ, რომელმაც 5000-ზე მეტი ქართველი დაასაქმა საქართველოში. თავად ავსტრიის მოქალაქე გახლავთ და მისი სურვილი იყო, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტ ადამიანს დახმარებოდა და სწორედ კომპანია ლიმგუდმა მისცა მას ეს შესაძლებლობა, რომ დავესაქმებინეთ ჩვენ, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით ქალბატონ ნანა ლომიძეს, იმიტომ რომ მან გვაზიარა ამ უნიკალურ კომპანიას, ასევე მან სრულიად უანგაროთ, როდესაც თქვენ შემოაბიჯებთ კომპანიაში უკვე დასარეგისტრირებლად ფეხს, თავად შეგიძლიათ რომ დარეგისტრირდეთ, იმიტომ რომ ვიდეო რგოლები აბსოლუტურად გაგვიკეთა. როგორ დავრეგისტრირდეთ, როგორ გადავრიცხოთ, როგორ გამოვიწეროთ ეს უნიკალური პროდუქტი და უამრავი ვიდეო რგოლები გვაქვს ჩვენ ინსტრუქციების ჩატის სახელწოდებით. ასეთი ჩატი არის ჩვენთან. ასე რომ აქ შემოსულს თქვენ არაფერი არ გაგიჭირდებათ. არა აქვს მნიშვნელობა ჩემი სტრუქტურის ხართ, ქალბატონი ნანისი, ქალბატონი ნინოსი თუ ვისი, არა აქვს მნიშვნელობა. ჩვენ აქ ყველა ერთმანეთს ერთ მუშტად და ერთ გუნდად შეკრულები ვართ და ვისაც რა შეგვიძლია არ ვზოგავთ თავს და ვეხმარებით ერთმანეთს. ასე რომ თქვენ აქ დაგხვდებათ ერთი დიდი მოსიყვარულე, თბილი, გუნდურად მომუშავე ოჯახი. და რადგან გუნდურობა ვახსენე, ასევე მინდა აღვნიშნო მარკეტინგთან დაკავშირებით, რომ თქვენ აქ მარტო თქვენ არ მუშაობთ. არამედ აქ არის გუნდური მუშაობა. ანუ თქვენ მოიწვიეთ დაუშვათ 2 ან 3 ადამიანი. იმ 2 ადამიანმა კიდევ მოიწვია, იმ 2-მა კიდევ მოიწვია და თქვენ წარმოიდგინეთ ეს მოწვეულის მოწვეულიდან ყველასგან შემოვიდეთ თქვენ პროცენტობით თანხები. უკაცრავად. ასე რომ, ძვირფასო სტუმრებო, აუცილებლად, როდესაც თქვენ ჩაწვდებით ამ კომპანიის მარკეტინგს, სიკეთეს, აუცილებლად უდიდეს მადლობას გადაუხდით თქვენს მოწვეულს და იქნებით მთელი ცხოვრება მისი მადლიერით შემსავლით. ეხლა რაც შეეხება სტატუსებს. გითხარით, ხელფასები არის $2000-დან $16000-მდე. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ავდივართ. აქ გახლავთ სტატუსების და მიხედვით იზრდება ჩვენი სიღრმეები და ამის მიხედვით იზრდება ჩვენი ხელფასები. მე როგორც ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, ოქრო სტატუსში გახლავართ. 12 ლეველი ეხსნება, ანუ 12 ლეველი, 12 უჯრედი ეხსნება ბრინჯაოს და ვერცხლი გადის ბრინჯაოს და ვერცხლს ეხსნება 13 ლეველი უფრო სწორად და ისინი გადიან $2000 ხელფასზე, როდესაც ეს ლეველები შეივსება. ანუ, როდესაც თქვენ რეგისტრირდებით და მოყავთ 2 ადამიანი, თქვენ უკვე გახდებით ბრინჯაო. შემდგომ რას აკეთებთ? როდესაც თქვენ უკვე 3 ადამიანი გყავთ, თქვენს პირად 3 ადამიანზე მუშაობთ, რომ იმ 3 ადამიანმა მოიწვიოს 2 ადამიანი. რომ თქვენ გახდეთ ვერცხლი. ვერცხლი, როდესაც გახდებით, კომპანია გიხსნით 4 სიღრმეს, ანუ 4 სიღრმიდან შემოგდით თქვენ შემოსავალი. ხოლო, როდესაც უკვე თქვენ ოქრო გახდეთ, ოქრო სტატუსის მფლობელი, კომპანია გიხსნით 6 სიღრმეს. ანუ ემატება სტატუსების და მიხედვით იზრდება ჩვენი სიღრმეები და თქვენ 14 ლეველის შევსების შემთხვევაში
გადიხართ $4,000 ხელფასზე, როდესაც ეს 14 ლეველი შეივსება. შემდგომ მოდის უკვე პლატინა. პლატინას აქვს $8,000 ხელფასი და შემდეგ მოდის ბრილიანტის სტატუსი, რომელსაც 15 ლეველი ევსება და როდესაც ის 15 ლეველი შეივსება არა მხოლოდ თქვენი მოწვეულის, როგორც აღნიშნე მოწვეულიდან, ანუ აი აქ როგორც წარმოიდგინოთ, იცი, ფუტკრები, ხო, ყველა შრომობს, ყველა აბსოლუტურად ფუსფუსებს შრომობს და შეაქვთ თაფლი სკაში, ხო? და შემდგომ უკვე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაძლევენ იმ უნიკალურ პროდუქტს, რომელსაც თაფლი ქვია და ძალიან სასარგებლოა, ხო? აი ასე გუნდური მუშაობა ფუტკრებივით ფუსფუსებთ, ყველა ვშრომობთ და გუნდური მუშაობით გავდივართ ჩვენ აი ამ სტატუსებზე. და როდესაც 15 ლეველი შეივსება, თქვენ გადიხართ $16,000 ხელფასზე. და მე გითხარით, რომ მილიონრები ძალიან ბევრი გვყავს და როგორ არიან ახლა მილიონრები. ანუ სამი სახის ბონუსს ვეხები ახლა მე მხოლოდ 7 სახიდან. ეს არის სწრაფი სახის ბონუსი გახლავთ თითოეულ მოწვეულ ადამიანზე. ეს თქვენ ყოველ კვირაშიც რომ მოიწვიოთ. ამ კვირაში მოიწვიეთ 2 ადამიანი $50 თქვენს შიდა საფულეშია. ანუ როდესაც რეგისტრირდებით, კომპანია გიხსნით თქვენს კაბინეტს, აკაუნტს და იქ ყველაფერი თქვენთვის არის გამჭვირვალე აბსოლუტურად. რა თქმა უნდა, კაბინეტი არის ინგლისურ ენაზე, მაგრამ ჩვენ შევდივართ მენიუდან და გადაგვყავს ქართულ ენაზე. უამრავი ენებია, ყველა თავის საზღვაო ენაზე გადაიყვანს ამ ჩვენს კაბინეტს. და შემდეგ რა ხდება? შემდეგ კვირაში კიდევ მოიყვანეთ 4 ადამიანი და არეგისტრირეთ $100 თქვენს შიდა საფულეშია. შემდეგ კვირაში მოიყვანეთ 3 ადამიანი $75 თქვენს შიდა საფულეშია. ეს სწრაფი სახის ბონუსი. გლობალური ბონუსი გახლავთ, როდესაც უკვე გარკვეულ ხელფასზე გახლავთ. ეს იქნება $50, 100, 200, 500, 1000 და ასე შემდგომ. ხოლო მაჯიკ ბონუსი არის ხელფასიდან ხელფასი. მე რომ ამ მარკეტინგს ვისმენდი, თავი ნამდვილად ზღაპარში მეგონა, იმიტომ რომ მსგავსი, როგორც გითხარით, უამრავ ქსელურ კომპანიაში ვარ ნამუშევარი და ანალოგიც კი არ ყავს აბსოლუტურად ამ კომპანიის მარკეტინგს. მართლა ღმერთმა გააყაროს ასეთი ადამიანები, რომლებმაც გააბედნიერეს უამრავი, გაგვაბედნიერეს და კიდევ უამრავ ადამიანს გავაბედნიერებთ ჩვენ. ხელფასი და ხელფასი რას ნიშნავს ახლა ძვირფასო სტუმრებო? ეს გახლავთ, როგორც მაჯიკ ბონუსი, გახლავთ, როდესაც თქვენ დაუშვათ გყავთ 10, 20, 50, 100 პირადი. თითოეული თქვენი პირადიდან კომპანია თქვენ 50%-ს გირიცხავთ. თუ გსმენიათ მსგავსი რამ? მე არსად არ მსმენია და დარწმუნებული ვარ არც თქვენ. დაუშვათ, თქვენ გახვედით დასაწყისისთვის $100 ხელფასზე, მაგრამ თქვენი ერთ-ერთი პირადი გავიდა $600 ხელფასზე. მისგან $300 ემატება თქვენს $100-ს. მას არაფერი არ აკლდება. მეორე გავიდა $200 ხელფასზე, მისგან $100 კიდევ თქვენს ხელფასს დაემატა. მესამე გავიდა $1000-ზე, მისგან $500 თქვენ დაგერიცხათ. ნამდვილად სასწავლო კომპანიაში ხართ. და სწორედ აი ასე არიან ჩვენთან მილიონრები. ასევე მინდა მოგიყვანოთ ტიმ მილერი ყავს ჩვენ ერთ-ერთი პარტნიორი, მილიონერი, რომელიც სამწუხაროდ გახლავთ ინვალიდი, ეს მამაკაცი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და სწორედ მას, მადლობა ღმერთს, აღმოაჩნდა ისეთი ბიზნეს ხედვა, რომ მან აი მათხოვრობით $50 მოაგროვა და დარეგისტრირდა. დარეგისტრირებიდან ის იწვევდა უამრავ ადამიანებს. დღეს ეს ბატონი გახლავთ მილიონერი. თუმცა კვლავ სამწუხაროდ ინვალიდის ეტლში ზის, მაგრამ მან ცხოვრება ბევრად გაიუმჯობესა, ხო? მათხოვრობიდან დღეს ის მილიონერი არის. ასე რომ, არ იფიქროთ ძვირფასო სტუმრებო, რომ აქ რაიმე თანხა არის ჩასადები. როგორც მოგახსენეთ, 1 ცენტათაც კი არ ყიდულობთ თქვენ
ამ უნიკალურ მზა ბიზნესს. ვინაიდან აგიხსენით და კვლავაც გავიმეორებ, არ მომბეზრდება თითოეულ მოწვეულ ადამიანზე კომპანია გიხდით $25. ეს არსად არ ხდება. ფაქტიურად, კომპანია ლივგუდმა ჩაძირა უამრავი ქსელური ინდუსტრია ფაქტიურად. ეს შეიძლება შევადაროთ გემს, რომელიც განწირულია ჩასაძირად, რომელიც უკვე ოკეანის ფსკერზე ეშვება. თქვენ რას იზავთ? დარჩებით იმ გემზე? არა და გვერდზე დგას სრულიად გამართული ფეშენებელური გემი, ყველანაირად კეთილმოწყობილი და სანდო. ეკიპაჟი გეუბნებათ, რომ სასწრაფოდ დატოვეთ, იძირება ის გემი და გთავაზობთ გამართულ გემს, სანდოს მყარს, ხო? რას იზავთ? დაუფიქრებლად გადაჯდებით იმ მყარ სანდო გემში. სწორედ აი ეს სანდო და მყარი გემი გახლავთ კომპანია ლივგუდი, რომელმაც შეცვალა სოფლიო ინდუსტრია აბსოლუტურად 360 გრადუსით და 1 აპრილიდან ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დაიწყო რეკლამის გაშვება ჩვენმა გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ბენგლისკმა და ტელევიზიით, მასმედიით, აბსოლუტურად ჟურნალ-გაზეთებით რეკლამა არის ტელევიზიის გადაცემაში, რომ არსებობს აი ასეთი გრანდიოზული კომპანია. და თუ აქამდე კვირაში 12,000 რეგისტრირდებოდა, თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა ზღვა რეგისტრაციების მოდის. რადგან რეგისტრაციებს შევეხე, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აქ ხდება კიდევ მორიგი სასწაული. და გეტყვით ახლა. ჯერ ერთი, როდესაც ქსელურისგან განსხვავებით, აქ თქვენ რომ დარეგისტრირდებით, თქვენ არ გიწევთ იმაზე ფიქრი, ზრუნვა, რომ ჩემი მოყვანილი ადამიანი მარჯვენა ფეხში ჩავსვა თუ მარცხენა ფეხში. აქ მუშაობს ჭკვიანი ავტომატიზირებული რობოტი, რომელიც ზევიდან ქვევით და მარცხნიდან მარჯვნივ განალაგებს ადამიანებს. რობოტი იცით რომ მიუკერძოებელია და კიდევ არ დამოიწყეს ამ შემთხვევას მოგიყვებით ორი ბატონი უცხოეთში, რომლებიც დარეგისტრირდნენ და არავინ არ მოუწევიათ მათ, მხოლოდ და მხოლოდ იხდიდნენ $10. მათ რობოტმა ჩაუყარათ რაოდენობა ხალხის, ეს ხდება, რა თქმა უნდა, იშვიათად, ხო? არა, რობოტი ჩვენ გვიყრის ხალხს. თუმცა აქ ყველამ უნდა ვიშრომოთ. უშრომლად არაფერი არ არის. ეს ამ ორ ბატონს შეეცდო ამ ჩამოსხმული ხალხით ეს 12 ლეველი და გავიდნენ $2047 ხელფასზე და შემდეგ გამოფხიზლდნენ და შემდეგ დაიწყეს ხალხის მოწვევა. მაგრამ ეს ისე არ გაიგოთ და არ დაელოდოთ რობოტის ჩამონას ხალხს, აქ ჩვენ ყველა ვშრომობთ და ჩემს მაგალითს მოგიყვეთ. მაგალითად, მე ჩემი ქალიშვილიც ყავს დარეგისტრირებული, მეუღლეც დარეგისტრირებული და მხოლოდ ერთი ადამიანის შრომით ვერ ყველას არ გაწვდება, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ამერიკაში ბენგლის გზეს არც უფიქრია. იქ ყველა შრომობს. ევროპაში ყველა შრომობს, ძვირფასებო. და ჩვენც უნდა მივბაძოთ მათ, ხო? ჩემს გოგოს, ჩემიდან, ვინაიდან მე აქტიურად მუშაობ, რობოტმა ჩაუცვა ჩემს გოგოს ხალხი და ჩემი გოგოც გარკვეულ ხელფასზე გავიდა. და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ჩემს ქვედა სტრუქტურას არ გაწვდება, გაწვდება რამოდენიმეს. ანუ რაც ვაკეთებთ აქ, როგორც თქვი, აქ არის გუნდური მუშაობა. თითოეულ ჩვენგანმა რო ვიმუშაოთ მთელი მონდომებით და მოვიყვანოთ ხალხი მუშაობაში, რაც მოიაზრება, ქალბატონ ნანამ ასეთი სტრატეგია შემოგთავაზე 3+3. აი ეს ჯაჭვი თუ არ გაწყდება, თქვენ რამოდენიმე თვეში გადიხართ სადღაც $6,000 ხელფასზე, ძალიან სერიოზულ თანხაზე. ხელფასს რატო ვამბობ ძვირფასო სტუმრებო? იმიტომ რომ როდესაც თქვენ ეს თქვენი კუთვნილი ხელფასზე გახვალთ, ის არის მზარდი და მზარდი. მზარდი არის, იმიტომ რომ თქვენი თითოეული მოწვეულიდან თქვენ შემოგდით პროცენტობით.
ასე რომ მუშაობა აქ როგორც გითხარით არის ძალიან სახალისო, მე პირადად ძალიან მაბედნიერებს, იმიტომ რომ ვეხმარები ადამიანებს, იყვნენ ფინანსურად კმაყოფილები და იყვნენ ჯანმრთელები. ასე რომ დრო ფული ღირსო, ხომ არის ასეთი გამოთქმა. აქ ნამდვილად 100 არის ეს. ნამდვილად 100%-ით 100 არის და ვინაიდან ჩვენ გვყავს ასეთი გულუხვი კომპანიის გენერალური დირექტორი და დამაარსებელი, ვამბობთ ხოლმე ჩვენ პარტნიორები, რომ აი ეხლა რაღა უნდა იყოს სიურპრიზი, მაგრამ ისეთ სიურპრიზი დაგვხვდება, რომ გაოცებულები ვართ. იყო საუბარი, რომ ჩვენს კაბინეტში უნდა დანერგილიყო კლინიკა. და რას ნიშნავს კლინიკა? ამ პლატფორმაზე სწორედ ბენგლისკმა და ნოუდერ ხაზანმა შემოიყვანა ცოლ-ქმარი გუდკინები, მეცნიერება და დოქტორანტები, რომლებისგანაც ვიღებთ აი ამ უნიკალურ პროდუქტს. და კლინიკა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევდივართ ჩვენს კაბინეტში, იქ არის კითხვარი, ვავსებთ კითხვარს, ჩვენ დაავადებასთან მიმართებით, იქ კითხვარს შევავსებთ, რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ქართულ ენაზე გადაიყვანთ თქვენს კაბინეტს და თავად ქალბატონი ლიზა და რაიან გუდკინები ჩვენ გვაწვდიან ინფორმაციას თუ რა პროდუქტი უნდა მივიღოთ ამ თუ დაავადებასთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, ექიმთან ვიზიტი უფასო არის, ექიმთან კი არა და მეცნიერებათა დოქტორანტებთან პროდუქტი გაიძლევათ 75%-იანი ფასდაკლებით, ამავდროულად მოიყვანეთ ადამიანები და გაზარდეთ თქვენი სტრუქტურა და გექნებათ მზარდი ხელფასი, ანუ გაქვთ ფინანსები, გაქვთ ჯანმრთელობა. ასევე აკეთებთ კეთილ საქმეს. ასეთი კომპანია არ არსებობს. ფაქტიურად, როგორც დასაწყისში ვთქვი, ანალოგი არ ყავს და ალბათ 70 წელიც და ალბათ მეტიც ამ კომპანიას ანალოგი არ ეყოლება. იმიტომ რომ ძალიან კრეატიული, ძალიან კეთილშობილი ადამიანები არიან და ისინი ზრუნავენ თითოეულ პარტნიორზე და ზრუნავენ იმ სახით, რომ თქვენ აქ $99 ყიდულობთ 6 პროდუქტს. ზოგ კომპანიაში ერთი პროდუქტი ღირს 70 და 100 евро. თქვენ აქ $99 ყიდულობთ იმ 6 პროდუქტს, რომელიც თქვენი სასიცოცხლოდ არის მნიშვნელოვანი. ამერიკიდან მოგდით პროდუქტი, სადაც გზა არის უფასო. ანუ აქედანაც კარგად ჩანს მათი კეთილშობილური საქციელი. უფასო გზავნილს ვეძახით ამას ჩვენ. ეს არის უფასო მიწოდება, როდესაც კაბინეტში პროდუქტებში შევრძანდებით, ნახავთ, რომ ეს 6 პროდუქტი შეგიძლიათ გამოიწეროთ, მაგრამ გზის თანხებს არ ეხდით. მე როდესაც ვაგზავნით თბილისიდან თბილისში 6 ლარი, რაღაც პროდუქტს, სადაც მუშაობდი კომპანიაში, ვაგზავნდი რაიონებში 12-15 ლარი, ხო? ამერიკის შეერთებული შტატებიდან მომდის და გზის ფულს არ ვიხდი. არის თუ არა აქაც ამ კრეატიული ადამიანების კეთილშობილური საქციელი? არის. და უამრავი სასწაულები არის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აი ეს პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ახლა გვაქვს ეს ფუფუნება და 75%-იანი ფასდაკლებით ვიძენთ, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მილიონრებისთვის ხელმისაწვდომი. ეს არ იყო ჩვენნაირი მოკვდავი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ ისინი ძალიან ძვირი ღირდა. მაგრამ სწორედ აი ამ ორმა ადამიანმა თავის პლატფორმაზე შემოიყვანეს ეს მეცნიერებათა დოქტორანტები და შედეგად ჩვენ შეგვიძლია, რომ აი ასეთი უმაღლესი პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ბიოდანამატები მივიღოთ უმდაბლეს ფასად. ასევე Amazon-ს გააქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი საწყობებიდან და გაძვირებულ ფასებში ყიდის. კოსმეტიკა არის რაღაც ზღაპრული, არ ვიცი, ყავა გვაქვს რაღაც შეუდარებელი და ნებისმიერი პროდუქტი. ერთიერ პროდუქტის ფასს გეტყვით, რომ გარკვეულწილად იყოთ საქმის ყურში. მაგნეზიუმი მაგალითად. მაგნეზიუმის ნაკლებობა 300-ზე მეტ დაავადებას იწვევს.
მე მაგალითად მაგნეზიუმი ძილისთვის შევიძინე, უძილობა მქონდა საშინელი და აი ეს სახსარი მქონდა ჩაკეტილი ეს კლავი, საერთოდ ძლივს ვიცმევდი და ძლივს ვიხდიდი და ამაზე ზევით მე ხელს ვერ ვწერდი 2 წელი. ბოლოს უკვე უნდა გადამეღო რენტგენი, იმიტომ რომ ვიფიქრე ალბათ მოტეხილი მაქვს, რას არ ვსვავდი, ვისმევდი, შედეგი არ მქონდა. მაგნეზიუმის მიღება, როგორც გითხარით, დავიწყე ძილის მოსაგვარებლად და ვხედავ, რომ ჩემი სახსარი ამუშავდა და ხელს ვწერ. არ ვიცი, გაოცება და სიხარული იყო ერთდროულად. და აი ასეთი მაგნეზიუმი თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ $8.50, სადღაც 25 ლარად. ერთი თვის კურსი. ასევე დ-ვიტამინი K2, რომელიც ყველას გვჭირდება და ყველა განვიცდით მის ნაკლებობას, უმეტესად ონლაინ მუშაობთ და მზეზეც რომ ვიყოთ, ამ მზეს აღარ აქვს ის თვისებები, რაც ჩვენს ბავშვობაში ქონდა და ვერ ვიღებთ ჩვენ იმ დ-ვიტამინს. ასე რომ, ახარ ჩამოვთვლით ძალიან ბევრი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიოდანამატები გვაქვს და მიუხედავად ამისა, რომ აი ასეთი პროდუქტი გვაქვს, ყიდვა-გაყიდვა არ არის თქვენს ვალდებულებაში. და რატომ? აქაც ნახეთ მათი კრეატივი. აქ მოსული ადამიანი გულგრილი ნამდვილად ვერ დარჩება, რომ ეს უნიკალური, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი არ შეიძინოს. ასე რომ პროდუქტი თვითგაყიდვადია. ყოველ თვე მე $300 პროდუქტს 3 კაბინეტიდან ვიწერე. $100-ზე მეტის გამოწერა ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ მე გამბაჟება გვიწერს, ჯერჯერობით 100 არის, როდესაც ამერიკიდან ვიწერთ, ასე რომ ჩემი კაბინეტიდან, მეუღლის და ჩემი ქალიშვილის კაბინეტიდან ყოველთვის ვიწერ. უზომოდ მიყვარს ეს პროდუქტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე, ძალიან ბევრი შედეგი მომიტანა და ძალიან ბევრი შედეგები აქვს დადებული. თანაც სერიოზულ დაავადებებზე. მესამე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე დაბლოკა. ფსორიაზი მოარჩინა. დიაბეტი, 20 წლიანი დიაბეტი, გოგონა, რომელიც დღეში 7-ჯერ ინსულინს იკეთებდა, ერთ კვირაში პანკრეასი აუმუშავა. სახსრები, გულსისხლძარღვთა პრობლემები, წნევები და ესენი უკვე ამასთან არაფერი არ არის. ასე რომ ძალიან სერიოზულ დაავადებებს შველის. ფაქტიურად, აქ გაჩუმება არის დანაშაულის ტოლფასი. როდესაც უკვე თქვენ გაიგებთ, რა კომპანია არის, თქვენ ნამდვილად ვერ გაჩუმდებით ძვირფასო სტუმრებო. თქვენ ეს ინფორმაცია უნდა გასცემთ თქვენ სახლობლებზე, ოჯახის წევრებზე, კლასელებზე, კურსელებზე, ნებისმიერ ადამიანზე, ნებისმიერ უცნობსაც ვესაუბრები. მე არ შემიძლია მაღაზიაში კონსულტანტ გოგოს ჩაუარო ახალგაზრდას გვერდით და არ შევთავაზო ეს კომპანია. იმიტომ რომ ძალიან მეწოდებიან ეს ახალგაზრდები, ვიცი, ძალიან შრომატევადია და ანაზღაურება არის, რა თქმა უნდა, საშინლად შეუსაბამო საქართველოში. შრომასთან შეუსაბამო არის ის ანაზღაურება. ასე რომ თქვენ გეძლევათ საშუალება, შანსს გაძლევთ კომპანია და ეს შანსი უნდა გამოიყენოთ. თქვენ შეგიძლიათ ონლაინ ბიზნესი ააწყოთ, საშვილიშვილო და თქვენს მომავალ თაობას გადასცეთ ეს მემკვიდრეობით. ასე რომ ძვირფასო სტუმრებო, წარმატებებს გისურვებთ, სწორ ხედვას და დროულ რეგისტრაციას. რა თქმა უნდა, დამატებით კითხვებზე თქვენს სპონსორებს გაესაუბრებით და ისინი აუცილებლად გაგცემენ პასუხს. სულ ეს მინდოდა თქვენთვის გადმომეცა და მე ვფიქრობ დავასრულოთ ჩვენი პრეზენტაცია. დღეს გახლავთ 4 შაბათი, პარასკევს კვლავ გელოდებით ჩვენ. ორშაბათი, 4 შაბათი, პარასკევი არის პრეზენტაციის დღეები. 4 შაბათს გვაქვს ხოლმე ყავა ლივგუდის რუბრიკა და სხვადასხვა საკითხები, საინტერესო საკითხები იშლება, მაგრამ დღეს, როგორც გითხარით, გარკვეული მიზეზების გამო შევცვალეთ ეს და დღეს ჩავატარეთ პრეზენტაცია. თუმცა პარასკევს კვლავ გელოდებით
მორიგი პრეზენტატორი წარგიდგენთ პრეზენტაციას. თუ გაქვთ კითხვები, დაგელოდებით ცოტა ხანს. მოდერატორი ჩაგირდათ მიკროფონს და შეგიძლიათ რომ დასვათ სასურველი კითხვები. მადლობა ქალბატონო ციცი დღევანდელი საღამოსთვის. კითხვები არ ჩანს. დავასრულოთ. კი ბატონო, ისე რომ დავასრულოთ მომავალ შეხვედრამდე. მადლობა ქალბატონო ნინო. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ძვირფასო სტუმრებო და პარასკევს კვლავ გელოდებით ჩვენს უნიკალურ კომპანიაში და ჩვენს უნიკალურ ჩატში. თქვენს მოწვეულ სტუმრებთან ერთად. გილოცავთ ესე რომ ვთქვათ ახალ ჩატში მე მგონი პირველად წარსდგა პრეზენტაცია. ძალიან კარგად გამოიყურებით. მოხარული ვარ რომ ამდენი სტუმრები გყავს. უფრო მეტსაც ველოდებით, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანებია გადმოსასვლელი. ასე რომ მადლობა დღევანდელი დღისათვის და ყველას გილოცავთ. მადლობა ქალბატონო თამარ. ნამდვილად მოსალოცია დღევანდელი დღე. გილოცავთ ყველას. კარგით, ძვირფასო პარტნიორებო, პატივცემულო სტუმრებო, დაგემშვიდობებით პარასკევამდე.